დილამშვიდობისა მეგობრებო, აი გამოვედი აგერ უბანში ძალს ვასეირდით და დამახსენდა ერთი რაღაცა რა. საქართველოში ბოლო დროს შეინიშნება ძალიან საგანგაშო ტენდენცია საზოგადოებაში. აი რომელიც ჯერ ესე არ ჩანს, მაგრამ ნუ რაღაცა ნიშნები უკვე არის. აი ორ მაგალითს გეტყვით რა. ამას წინათ ტაქსით მოდიოდი სახლში და მოვდივარ და უცბად ტაქსით ძველი მეკითხება. აი წინ მანქანას რაღაცა რო აკრეა. გავიხედე და წინ მიმავალ მანქანას უკან ეკრა ნაკლეიკა რაღაცა. ნაკლეიკა რო არის, ხო წვერებიანი კაცი რაღაცა. შავად. ხო პროსტა ნაკლეიკა და დავიმე. რაღაცა წვერებიანი ბევრ მანქანაზე მენახავს ეგეთი ნაკლეიკა. ხო და ხარი რა ვიცი მეთქი რა რაღაც ნაკლეიკაა მეთქი რა ხო ვინ არის ეს წვერებიანი კაცი რავი მე ვინ არის კაცო არავინ არ არის ალბათ კონკრეტული პროსტა რაღაცა ნაკლეიკაა რა წვერებიანი კაცის ნაკლეიკა რავი მე ვინ არის არა აი ბევრ მანქანაზე ვხედავ და ვფიქრობ რომ აი ვინ არის ონეტავ ანუ იზმენები აქვს ხალხს უკვე რა ნაკლეიკებზე აქვს იზმენები საზოგადოებას ეხლა მეორე შემთხვევა მოდივარ სახში და მაღაზიასთან 2-3 კაცი დგას და რაღაცას უყურებენ შეწუხებული სახეებით რა ანერვიული აღელვებული სახეებით გავიხედე იქ ვერაფერი ვერ დავინახე და მე მივედი და აი ეს მაღაზიის გამყიდველი აქვს აი რამაზს ეცოდინებაო და რამაზო აი ეს რა დროშა არისო იმას ვიდეო იქო და გავიხედე და ერთ-ერთ აივანზე კიდია პარი სენ-ჟერმენის დროშა PSG-ს რა საფეხბურთო გუნდი როა ჩვენი ხვიჩა რო თამაშობს ხო და მე ვთხარი რომ ეგ პარი სენ-ჟერმენის დროშაა მეთქი ხვიჩა რო თამაშობს მაგ გუნდის მეთქი ხო და ამოისუნთქეს და წავედი ანუ აზე მოდით რა საზოგადოება რა დღეშია თო რა დღეში ჩააგდო ამ ბიძინა მის საზოგადოება ტიპებს უკვე ნაკლეიკების და დროშების ეშინიათ ბიჭო სად იყო ეგრე საქართველოში ვინ აქცევდა ყურადღებას ბიჭო ვიღაცამ დროშა გამოკიდა რაღაცა რა ჩემი საქმეა ვინჯი რა ჩემი ფეხების დროშა რა ვინმე იმის დედაც და ხალხი ბიჭო რა დღეშია ჩემი და ეს თქვენ იცინეთ და ძალიან საგანგაშო ნიშნებია სხვათა შორის მალე შეიძლება ხალხს დააწყებინონ ბრძოლა დროშებთან და ნაკლეიკებთან დედას ფიცავად რა დედას ფიცავად თუ ეგრე არ იყოს